სალამი, დღე პირველი გიბრუნდებით ნამდვილი პოდკასტის სერიებით. დღევანდელი პოდკასტი იქნება ძალიან საინტერესო და განსხვავებული. მე ვარ გიორგი, აღნიშნული პოდკასტის წამყვანი და დღევანდელი პოდკასტი იქნება განსხვავებული, იმიტომ რომ დღეს გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელიც ძირითადად არის ხოლმე ნამდვილი პოდკასტის წამყვანი, გუგა. ძალიან საინტერესო ლოკაციებზე ვიქნებით დღეს და თუ რატომ არის ეს ლოკაციები საინტერესო, ამის შესახებ უკვე გუგა როცა მოვა თვითონ გვეტყვის. გუგასთან ვილაპარაკებთ თამაშდამოკიდებულების საკითხებზე, რა გზა გაიარა მან, სად იმყოფება დღეს და როგორ უყურებს იგი მომავალს. მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო საუბარი იქნება, ველოდებით გუგას და იმედია მალე შემოგვიერთდება. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო პოდკასტი უნდა გამოვიდეს დღეს და მართლა განსხვავებული უნდა იყოს. ყავა მოგიტანე. დიდი მადლობა. როგორ ხარ გუგა? კარგად. შენ როგორ ხარ? მეც კარგად. მადლობა რომ დამთანხმდი რა. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ადგილი ჩემთვის არ არის უბრალოდ ადგილი. სიმართლე გითხრა, როცა მითხარი რომ ამ ადგილას უნდა შევკრებილიყავით და ამ ადგილას გინდოდა პოდკასტის გადაღება, ძალიან საინტერესო იყო, რატო? იცი რა არის, თუ ცოტა ახლოს მივალთ, აქ არის დიდი გადასახედი, საიდანაც რომელიც ჩემთვის ასოცირდება წარსულთან იმ თვალსაზრისით, რომ შენ შეგიძლია როგორც ამ გადმოსახედიდან გადახედო შენს წარსულს, ისე ზოგადად გადახედო ხოლმე შენს წარსულს და ამ ეპიზოდში, როდესაც მე ამ შემთხვევაში რესპონდენტი ვარ და ჩემი ისტორია უნდა გავაზიარო, მე მინდა რომ ეს გაზიარება სამ ნაწილად დაიყოს და ვინაიდან ქრონოლოგიის მიხედვით არის წარსული პირველ რიგში, მინდა რომ ჯერ წარსულზე ვილაპარაკოთ. ეგ შენი გადასაწყვეტია, ცხადია, რაზე ვილაპარაკებთ, მაგრამ რაც მგონდა შეგრძნება, რომ ვილაპარაკებდით თავიდან წარსულ გამოცდილებაზე, მერე აწმყოზე, მერე მომავალზე და ამ ნიშნით არის შერჩეული ეს ლოკაცია. იმიტომ რომ ძალიან კარგია წარსულის გადახედვა. ოღონდ არა სინანულით, არამედ წარსული როგორც ყველაზე საუკეთესო შენი მასწავლებელი, საიდანაც შეგიძლია წამოიღო შენი გამოცდილება, რომელიც გამოიყენო აწმყოში იმისთვის, რომ მომავალი უკეთესი იყოს. ძალიან საინტერესო ადგილია, მეც ესე მგონია, იმიტომ რომ აქედან რო ვიყურები უბსკრულის შტაბის დილება მრჩება და თუ სიმბოლურად თამაშდამოკიდებულებასაც შევხედავ და წარსულს, კი, მაგ განცდას ტოვებს ნამდვილად ეს ადგილი და მოდი მაშინ დავიწყოთ რა და ვისაუბროთ წარსულზე. წარსულზე რა ისტორია გაქვს, რითი დაიწყო ყველაფერი და როგორ მოხვედი დღევანდელ დღემდე რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი, რომ ჩვენ თამაშდამოკიდებულებს, თანადამოკიდებულ ადამიანებს და უბრალოდ იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებული არიან ამ საკითხით, გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოტა მაინც მოუყვეთ ჩვენი წარსულის შესახებ. ხო, ეს წარსული. ეხლა გადავხედავ რა პრინციპში, თან სიმბოლურია რომ ამას უყურებ. და წარსული მრავალფეროვანია. იმ თვალსაზრისით არის მრავალფეროვანი, რომ იქ ბევრი რამე იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეხა შენი კითხვის ადრესატი მაინც საბოლოო ჯამში ჩემი უფრო თამაშდამოკიდებულება არის. მოდი შაბლონურად დავიწყებ, რომ მე 10 წელი ვითამაშე. და ამ 10 წლის განმავლობაში ჩემი თამაშდამოკიდებულება ცხადია, რომ პროგრესირებდა და საბოლოო ჯამში ჩემი უკონტროლობა იყო ის ფსკერი, რომელიდანაც დავიწყე, ასე ვთქვათ, გაჩნდა სურვილი, რომ
გამოუსულიყავი ამ მდგომარეობიდან. თუ არა ფსკერი ალბათ მე ეხლაც თამაში ვიქნებოდი რა. ეს იყო კოვიდის პერიოდი, ეს ფსკერი 2020-ის 17 აპრილი, რომელსაც სიმბოლურად მე ჩემს დაბადების დღესაც ვეძახი, მეორე დაბადების დღეს, ერთი არის ბიოლოგიური დაბადების დღე და მეორე არის მენტალური დაბადების დღე და 17 აპრილს ვეძახი მე მენტალურ დაბადების დღეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ის კულმინაციური მომენტი, როდესაც მე გადავწყვიტე, რომ რაღაც სხვა უნდა მეკეთებინა. ანუ იცი რისი თქმა მინდა, რომ განა ის რომ მე სწორი რამე მეკეთებინა. უბრალოდ განსხვავებ ნებისმიერად მე მოქმედა, ოღონდ ისე არა, იმიტომ რომ ისე რომ მოქმედები ძალიან ცუდი შედეგი დგებოდა. და ნებისმიერად მოქცევა შეცვლიდა ჩემს შედეგს, ამიტომ ნებისმიერად დავიწყე მოქმედება. და იცი რა ვიპოვე მაგაში, გიო, რომ აბსოლუტური თავისუფლება, იცი? ანუ ეს პირველი, ასე ვთქვათ, შეხება იყო ჩემი თავისუფლებასთან, მაგრამ როცა იაზრებ, რომ შენ ნებისმიერად შეგიძლია მოქმედება, ოღონდ ისე არა. აი თითქოს ერთი გამონაკლისი გაქვს მარტო აქილევსის ქუსლივით. და ნებისმიერად შეგიძლია რომ იმოქმედო. ეს გაძლევს რაღაც გარკვეულ ბიძგს რომ და შეეხო იმ თავისუფლებას, სადაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ. გუგა, ძალიან საინტერესო საკითხი შეეხე, რაც არის ფსკერი. ხო. და ეს არის, ვთქვათ, საწყისი წერტილია იმისთვის, რომ გამოჯამრთელება დაიწყო ადამიანმა და ამის გარეშე, ეს ვთქვათ, არიწყება რეაბილიტაცია. რა არის ფსკერი, მოდი განმარტოთ. მესმის რომ ინდივიდუალურად დგება ადამიანებისთვის ფსკერი, მაგრამ რატომ აქვს ფსკერს მნიშვნელობა? რატო ენიჭება ამ ხელა მნიშვნელობა ფსკერის დადგომას? იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებით, შენი გამოცდილებით ხშირად გაგვიზიარებია ეს საკითხი ერთმანეთთან, რეაბილიტაცია არ დგება ფსკერის გარეშე და მოდი ცოტა ჟარგონს ვიხმარო, მოგებულ პალასაზე მოყოფი ადამიანი არ იწყებს, ესე ვთქვათ, რეაბილიტაციაზე ფიქრს რა. მოდი მე ჩემს კონკრეტულ ფსკერს ვიტყვი. იმიტომ რომ ეს ფსკერი ხო საბოლოო ჯამში ინდივიდუალურია და ვისთვის რა არის ეს ფსკერი. აი ამ გადასახედიდან თუ გადასავარდნიდან ფსკერი არც კი ჩანს, მაგრამ ვიცით რომ არის და ნებისმიერ შემთხვევაში ის არის ისეთი როგორიც არის. მაგრამ ადამიანების შემთხვევაში ეს ფსკერი განსხვავებულია, შენთვის სხვა რამეა ფსკერი, ჩემთვის სხვა რამეა ფსკერი და სხვა ადამიანისთვის კიდე სხვანაირია ეს ფსკერი, ხო? აი ჩემთვის ფსკერი იყო ის მდგომარეობა, როდესაც დადგა ეს 17 აპრილი, არ ვარ აბსოლუტურ მარტოობაში, მე და ჩემი თამაშდამოკიდებულება. მე ეხლა ვცდილობ ავხსნა ის სურათი, როგორი იყო. პირველი რაც მომინდა რომ გამეკეთებინა, ეს იყო რომ ფურცელზე გადამეტანა ის ჩემი შეგრძნებები, რომელიც მქონდა, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად გავნულდი როგორც ფინანსურად, ისე მენტალურად. და ფინანსურმა გაბანკროტება კიდე ისეთი მძიმე არ იყო, იმიტომ რომ მე 17 აპრილს არ წამიგია ყველაზე დიდი ჩემი ფული, რომელიც წამიგია. 17 აპრილს წავაგე უბრალოდ ფული. მაგრამ წავაგე ჩემი თავი. დავჯექი და ალბათ იმ ღამეს მოუწიე ერთი კოლოფი სიგარეტი, აი გაუჩერებლად რო ეწევი და რო ფიქრობ, რომ ანუ რა უნდა ქნა, რომ აი ამ წრიდან გამოხვიდე, რომელიც რაღაც მოჯადოვებულ წრეს გავს. იმიტომ რომ რაც არ შეუძახე ჩემ თავს, რომ აი დედას ვფიცავარ, მეც აღარ ვიზავ, აღარ ვითამაშებ, ანუ აი არაფერი არ მუშაობს. დაუბლოკე საკუთარი თავი, ყველაფერი გადაუბლოკე, გადმოუბლოკე, მაგრამ მაინც არ მუშაობს. ანუ რაშია საქმე, რომ ანუ რა მჭირს ეგეთი, რომ აი ამ ცერათიც რაღაცნაირად ვერ ვაჩერებ რა. იცი რა არის იმდენად დანაშაულის განცდა გაქვს მაგ დროს, რომ ანუ შენ გგონია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შენი ბრალია ამ ცხოვრებაში. მათ შორის ის თამაშდამოკიდებულება შენი ბრალია, უბრალოდ ეხა იმას არ ფიქრობ, რომ იცი რა არის შენ თამაშდამოკიდებულად დაიბადე, მერე ჩამოყალიბდი, აი ეს მეორე ხარისხოვანი მომენტში მაგას მნიშვნელობა შენთვის მე მგონი ადამიანს. ეს არის განცდა, როდესაც შენ გამოსავალს ვერ ხედავ. ეს ძალიან ახლოს გავს სინამდვილეში სუიციდის იდეასთან. კი. კი. ძალიან ახლოს ხარ და იდეაში ეგ აზრებიც არსებობდა იმ ფსკერის მდგომარეობაში, იმიტომ რომ იმდენად გაუსაძლისია იქ ყოფნა. წარმოიდგინე, ჩემთვის რა იყო ფსკერი? 17 აპრილი, 0 ლარი ანგარიზე, კოვიდია
ბანკიდანაც კი ვერ გამოიტანს ესხს. ძალიან სიგიჟე იდეაა, რომ ვინმეს მიმართო ფულის სესხებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კოვიდია რა. არავინ არ ვერც შენ ბედაო იდეაში და რომც გავედო აზრი არ აქვს. ის გახრეტილი მორალიც კი არ გაძლევს საშუალებას, რომ ესეთ სიტუაციაში მიმართო ვინმეს. კი. ანუ ბუნდოვანია, იმიტომ რომ ეს კოვიდი რაღაცნაირად უცნაურად დაიწყო, უცნაურად გრძელდება და რაღაცა ლოგიკური დასასრული ამ კოვიდისაც არ ჩანს რა, რომ აი დასრულდება ეს ყველაფერი, გაიხსნება ქვეყანა და მე რაღაცა იქნება. ანუ ეს რაღაცა იქნებაც მომიკვდა. და ვარ ამ მდგომარეობაში და ამავდროულად ოჯახში გაიგეს ის ამბავი, რომ თუ რამე ფული არსებობდა იმ მომენტში ოჯახში ყველაფერი სლოტის ტრიალმა წაიღო და საბოლოო ჯამში ვარ აი ამ მდგომარეობაში. მანქანასაც კი ვერ ვალომბარდებ. გაყიდვაზე ზედმეტია საუბარი, თუ გახსოვს ის დრო იყო, რომ მანქანასაც ვერ გაყიდიდი, იმიტომ რომ ყიდველი არ იყო. ხო. და ვარ აი ამ მდგომარეობაში და იმასაც ვიაზრებ, რომ მალე შუქი ჩაქრება, საჭმლის ფული აღარ არის, არაფრის ფული აღარ არის და ეჯახები ამ რეალობას, რომ ბიჭო, აი რა უნდა ვქნა რა? ანუ თან ყველა ვცხოვრობთ ჩვენ პასუხისგებლობებთან, ხო? რაღაცა ოჯახი ყავს, შვილი ყავს, რაღაცა ის საჭიროებები, რომელიც არის და ამ საჭიროებებთან შენ ხარ აბსოლუტური უსუსური. აბსოლუტური. მაგ დროს ერთადერთი რასაც ვფიქრობდი, არა ის რომ რა ვქნა, ანუ გამოსავალზე აღარ ვფიქრობ. მე ვფიქრობ უკვე იმას აღარ ვფიქრობ, რომ საჭმელი როგორ იყოს სახში. უკვე ვფიქრობ, რომ რა ვქნა, რომ იგივე აღარ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში და თან ვერც ხვდები რა უნდა ვქნა. და უბრალოდ მაშინ ჩემმა გონებამ ალბათ ყველაზე გენიალური რამე მოიფიქრა, რომ გუგა, მოდი შენ უბრალოდ სხვა რამე გააკეთე. ანუ სხვანაირად მოიქეცი. როგორც გინდა ისე მოიქეცი, ოღონდ ისე აღარ. აი ნებისმიერად. ძალიან საინტერესო რამდენიმე ფრაზა თქვი გუგა. და პატარა რაღაც გამოცდილება მეც მინდა გავაზიარო. პირველი, ფსკერი მაინც და მაინც არ არის დაკავშირებული ფინანსურ ესე ვთქვათ დანაკლისებთან და ფინანსურად ესე ვთქვათ აი რო გადაიხედები უფსკრულში ჩასვლასთან. და ამის ბევრი მაგალითი არსებობს თამაშ დამოკიდებული ადამიანებში, რომ ფსკერი მაინც და მაინც არ უკავშირდება ფინანსურ პრობლემებს. ხო. მე მგონია ერთი კარგი ფრაზა თქვი, რაც ქართველებს ძალიან გამძლარი გვაქვს, რაღაც იქნება. ხო. და როცა კარგავ აი მაგ ფრაზას, რომ აი რაღაც იქნება, ანუ ეს ხო იმედთან არის ზოგადად დაკავშირებული, რომ ანუ აღარაფერი აღარ იქნება. მაშინ დგები ადამიანი რეალურად ფსკერის წინაშე და მაშინ იწყება ექცვილებებით თუ ამის სურვილი გაქვს. ერთი კითხვა მაქვს. შენ თქვი ესეთი რაღაც, რომ აბსოლუტური თავისუფლებისკენ გადავეშვიო, ესე ვთქვათ რა. როგორ ფიქრობ, არსებობს აბსოლუტური თავისუფლება? არა, რა თქმა უნდა, რომ არ არსებობს, უბრალოდ არსებობს საკმარისი თავისუფლება. და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ რა. რომ უბრალოდ საკმარისი თავისუფლება გქონდეს, იმიტომ რომ თავისუფლება პირდაპირ დგას პასუხისგებლობის საკითხთან მიმართებაში, რომ ესეც სხვათა შორის არ არის პოპულარული აზრი, რომ ეგრეთ დგას, მაგრამ სინამდვილეში ეგრეთ დგას, იმიტომ რომ რაზეც ვიღებ პასუხისგებლობას, იქ არის ჩემი თავისუფალი არჩევანი. აქედან გამომდინარე როგორც აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, ავტომატურად არ არსებობს აბსოლუტური პასუხისგებლობა. ჩვენ ვერ ვიქნებით ყველაფერზე პასუხისგებელი ამ ცხოვრებაში. ჩემი ისტორია რო გავაგრძელო, რა მოხდა მერე. მერე მოხდა ესეთი რაღაც, რომ მე სულ მქონდა იდეა თამაშ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რომ ყოფილიყო რაღაცა შესაძლებლობა, რომ ჩემნაირ ადამიანებს რამე საშველი ქონოდათ. იმ მომენტში ერთი წლით ადრე ვიდრე ეს ჩემი ფსკერი დადგებოდა, მე გავაკეთე ორგანიზაცია, ესეთი აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი, რომელიც იყო რა გითხრა, უბრალოდ რეესტრში დარეგისტრირებული და არსებობდა უბრალოდ Facebook page-ი ამისი, სადაც ჩემნაირი პრობლემის მქონე ადამიანები იწერებოდნენ, რომ აი მეც ეს პრობლემა მაქვს და რა ვქნა. მე დიდი არაფერი არ შემეძლო რომ მექნა, ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, ვეუბნეოდი ამ ადამიანებს, მიუწერდი, რომ აი დავუშვათ, მოდი შევხვდეთ.
მე ჩემ ისტორიას მოგიყვები, შენი ისტორია მომიყევი და რა ვისაუბროთ, ვიაროთ უბრალოდ ქუჩაში და თუ კი რაღაცით ეს დაგეხმარება, იმიტომ რომ მე მეხმარებოდა, ცალსახათით დავიჭირე საკუთარ თავში, რომ მეხმარებოდა ჩემნაირი პრობლემის მქონე ადამიანთან საუბარი. გიო დაახლოებით 1 წლის განმავლობაში არც 1-50 ადამიანი მაინც გავიცანი ამ გზით. და ეს 50 ადამიანიდან ზოგიერთი პირველად ვნახე და უკანასკნელად, ზოგიერთი ვნახე და კიდევ ვნახე და მე აღარ მინახავს და ზოგიერთი შემომჭა დღესაც. ფანტასტიკური რაღაც მოხდა. მე ბანკში მუშაობდი თითქმის 11 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ბანკში. და რეალურად ჩემი თამაშდამოკიდებულება იყო ერთ-ერთი საკვანძო მიზეზი, რის გამოც მოხდა ჩემი ბანკიდან გაშვება. და ამ გაშვების მერე წარმოიდგინე მე დავრჩი უსამსახუროდ, დავრჩი უშემოსავლოდ და მიჭირავს ეს ორგანიზაცია მხოლოდ აზარტული თამაშების კლუბის და პრევენციის ცენტრი, რომელიც რეალურად არის უბრალოდ ქაღალდზე რეესტრის ამონაწერი მაქვს, რომ ეს ორგანიზაცია არსებობს. სინად და პეიჯი არსებობს კიდე, მეტი არაფერი. და ადამიანები, რომლებიც მე მწერენ და მეც მათთან კომუნიკაციაში ვარ. ხდება ესეთი, რა ვიცი, აი ფილმი შეიძლება ფილმის სცენარს გავს ეს ყველაფერი. ერთ-ერთი ესეთი საუბრის დროს ადამიანთან ხვდები ერთ-ერთ ადამიანს, რომელთანაც ერთად ვიარე ძალიან ბევრი ხანი, ვისაუბრეთ თამაშდამოკიდებულებასთან დაკავშირებით, დავიშალეთ, დავიმშვიდობეთ ერთმანეთს, შემდეგი შეხვედრის მოლოდინით და იმედით. მეორე დღეს ჩემს ტელეფონზე შემოდის ზარი და ადამიანი მირეკავს, ხვდები ამ ადამიანს და მე მგონია რომ რაღაცა სამსახურის შემოთავაზება უნდა, იმიტომ რომ მსხვილი კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერია, ასე ვთქვათ, ფლობელი. თბილისში მოკლედ ცნობილი ადამიანია, უბრალოდ არ დავასახელებ, რა თქმა უნდა. და თურმე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი, რომელსაც წინა დღეს შევხვდი და დავემშვიდობე, არის მისი ოჯახის წევრი და თურმე ეს ადამიანი ჩემზე ლაპარაკობდა ძალიან დიდ ხანს, რომ აი გუგას რო შევხვდი, რაღაცნაირად ეხა კარგად გზნობ თავს და მინდა რომ ამ ადამიანთან მქონდეს კომუნიკაცია. და ეს ადამიანი მე მგონი რომ სად არ მყავდაო. ვისთან არ მყავდაო და მაინც არ გვარდებაო ეს პრობლემაო და გეხვეწებიო ფულს გადაგიხდი იმაში რომ ამასთან იმუშაო და ჩემი იმდროინდელი მდგომარეობა არის აბსოლუტური შოკი, იმიტომ რომ ვის უნდა დავეხმარო, მე თვითონ დასახმარებელი ვარ ამ შემთხვევაში და ვუხსნი კიდეც ამას, რომ მეთქი ვერ დავეხმარებ, იმიტომ რომ არც პროფესიული თვისებები მაქვს ამისი, არც ცოდნა, არც არაფერი და ანუ როგორ ეს ადამიანი მაინც დაჟინებით ითხოვს ამას. და საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ მე ასე ვთქვათ, ჩემი ესეთი შეიძლება ითქვას პრიმიტიული მეთოდებით ვიმუშავებდი ამ ადამიანთან. გიო, სასწაული რა არის, როდესაც კოვიდი მორჩა, ის თვიური საჭიროება, რომელიც მე მქონდა, ზუსტად იმდენი ლარი მერიცხება. ერთი ლარით მეტი არა, არც ერთი ლარით ნაკლები. ზუსტად იმდენი მერიცხებოდა, რამდენიც იყო ჩემი საჭიროება. და შენ წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა, როდესაც გერიცხება ბარათზე ფული, ოღონდ იქიდან არაფერი არ გრჩება. შენ ხო უსამართლობად მიიჩნევ იმ ფაქტს, რომ ეხა ბანკში გაქვს ეს ფული გადასახდელი, იმიტომ რომ შენ განა რამე ბიზნესში გარისკე და ისე გახვედი მინუსში, რაღაც ფორთოხლების და ბანანების ტრიალით ხარ მინუსში. და ეს უსამართლობა არ გასვენებს და ხიბლავს ხო არ გასვენებს და შენ აბსოლუტურად უსამართლოდ თვლი იმ ფაქტს, რომ რაღაცა ფორთოხლების ტრიალით რატომ აქ ამდენი ვალდებულება ჩემს შემოსავალთან შეუსაბამოდ დიდი. და ეს ფული შენ უბრალოდ უნდა გადაანაწილო ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ასე შენ. ფაქტობრივად დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვიდექი ამ მოცემულობის წინაშე, რომ ეს ფული 1 ლარიც არ უნდა დამეტოვებინა ჩემთვის და უნდა გადამეხადა ბანკებში და ლომბარდებში და ასე. მაგ დროს ხომ მადლიერება გეკარგება შენ. მაგ დროს შენ თვლი რომ გეთანხმები. ხო. მით უმეტეს მე მაშინ არ ვარ ისეთი თერაპიულად დამუშავებული ტიპი, რომელიც ამას იაზრებს. აი უბრალოდ რაღაცნაირად ცხოვრობ ინერციით მიდიხარ ცხოვრებაში. და ქაჯურად ასე ვთქვათ რა.
და საბოლოო ჯამში ამ 6 თვის განმავლობაში მე შევძელი და ამ ფულით არ მითამაშია. მე შევძელი, იმიტომ რომ მე გააზრებული მქონდა რომ ეს იყო ალბათ ბოლო შანსი ჩემთვის. ანუ მე რო ეხლაც მეთამაშა, ეს იქნებოდა ალბათ უკვე სუიციდის ხელის მოწერა. მე რითი გაგრძელდა ისტორია? გაგრძელდა იმით, რომ აი ამ ხეტიალში შეიკრა რაღაც ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც მოგვინდა, რომ გაგვეკეთებინა სივრცე, სადაც ადამიანებს დავეხმარებოდით, მაგრამ ვიყავით იმ პრობლემის წინაშე, რომ ჩვენ არ ქონა თეორიული ცოდნა, იმ საქმის ცოდნა, რასაც გამოჯამრთელება ჰქვია. მოვძებნეთ ადამიანები, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ჩაერთვნენ ამ საკითხში, აუხსენით ჩვენი იდეა რაში მდგომარეობდა და ჩვენ, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა და შეგრძნების დონეზე ვისოდით ეს ყველაფერი და მათ, რომლებმაც ეს ყველაფერი თეორიაში იცოდნენ თუ როგორ უნდა დაეხმარო ადამიანს, რომელსაც ეს პრობლემა აქვს, ანუ შეიკრა ეს ყველაფერი. თეორია პლუს პრაქტიკა და შეიქმნა დღე პირველი. მოვიგეთ გრანტი ამ იდეისთვის და აი აქედან იწყება უკვე ის რაც არის უკვე აწმყოს ნაწილი. ანუ მე მესმის რომ შენ ახლა გეღიმება, იმიტომ რომ ეს ფანტასტიკურად ძლევს. არა, ჯერ ესეთი ძალიან შთამბეჭდავი ისტორია არის. აი ძალიან მინდა რომ სანამ ბოლომდე ესე ვთქვათ ჩავივლით წარსულს, მინდა რომ ერთი კითხვა დავსვა. გუგა, ის ადამიანი, ვინც მოვიდა და ვინც შენ დაგეხმარა. სწორედ იმ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ესე ვთქვათ, შენთვის როცა მართლა ეს იყო ჰაერივით მნიშვნელოვანი. ამას რას დაარქმევ? ზოგმა შეიძლება ამას, რა ვიცი, ბუმერანგის პრინციპი დაარქვას ცხოვრებაში, ზოგმა შეიძლება დაარქვას ღმერთის ხელი. შენთვის რა არის? იცი, ხანდახან რა არის და ხანდახან რა არის. აი, ეხლა, როდესაც ჩემს წარსულს აი ესე პირდაპირ უყურებ, ხო? აი ამ ნაოჭებშიც ჩემს წარსულს ხედავ. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი მისიის სცენარი. მე ცხადია ეს არ მაკარგინებს მადლიერების განცდას იმ ადამიანის მიმართ, და ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები. მაგრამ მე მგონია რომ ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რომ მე უბრალოდ ჩემი ადგილი ვიპოვე ამ სამყაროში, რომელსაც ქვია თამაშ დამოკიდებულებიდან გამოჯამრთელების პრინციპის მართვა, პროცესის მართვა, უფრო სწორად. აქ ვიპოვე და აქ იმდენად ვნებით ვარ გიო, რომ მე ეს ვნება ვერ ჩამინაცვლებს ვერაფერი ამას. ვერც მსხვილი ბიზნესი, ვერც რა ვიცი, ყველა სამშენებლო კომპანია, რომ ჩემი იყოს საქართველოში, ვერ ჩამინაცვლებს რა ამას რა. ეს არის სხვა განცდა, როდესაც შენ შეგიძლია დაეხმარო ადამიანს, რომელსაც იგივე პრობლემა აქვს, რომელიც შენ გქონდა, გაუზიარო საკუთარი გამოცდილება, მარტო გამოცდილების გაზიარებაც არ არის ის ყველა ტექნიკა, რომელიც საჭიროა, რომ გამოჯამრთელდე, ის ყველაფერი შენში არის და ეხმარები ადამიანს და გამოყავს ნაპირის მეორე მხარეს. ბევრჯერ მithქვამს და აი ეხლაც მინდა რომ ვთქვა რაღაცნაირად აი ეგ ემოცია მაქვს და განცდა მაქვს რომ მინდა რომ ვთქვა. აი იმ ფსკერს მდგომარეობა რომ მქონდა 17 აპრილს. ვინმეს რო ეთქვა გიო, რომ 2025 წელი დადგება. შენ ჩახვალ ლონდონში. შენ ისაუბრებ თამაშ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, შენ ისაუბრებ იმ მიგნებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებულია. შენ მოგისმენს ისეთი როგორ თქვა ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორც არის ლანცეტი, იმ ორგანიზაციასთან ერთად მოგისმენს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, მოგისმენენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოსულები არიან ამ კონფერენციაზე და მიიღებ უკუკავშირს, რომ ეს არის გენიალური და ეს არის ძალიან მაგარი, რაც ეხა შენ გააკეთე და როგორ ჩამოაყალიბე და მოგვაწოდე ეს მიგნებები და ამავდროულად მთელი წელი შენ იმუშავებ ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან ერთად. და ჩემი სახელდაგვარი წერია გაიდლაინის თანაავტორად,
რომ შეიქმნა გაიდლაინით თამაშ დამოკიდებულებასთან მიმართებაში, რომელიც არის აბსოლუტურად უფასო სახელმძღვანელო ქვეყნებისთვის, იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს პრობლემა არსებობს და შეუძლიათ ეს გაიდლაინი გამოიყენონ იმისთვის, რომ დაარეგულირონ საკუთარ ქვეყნებში თამაშ დამოკიდებულება და ამის თანაავტორი ვარ. მე ვიტყოდი, რომ რაღაცა გეშლება. არ ვიცი რას ვიტყოდი, მაგრამ დაუჯერებელი იქნებოდა. ისეთივე დაუჯერებელი, როგორც შეიძლება ეს ისტორია ჟღერდა თავის დროზე, როდესაც მე ამას ყვებოდი, რომ ესე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ უფრო სასწაულიც მოხდა აი 2025 წელს. და ეს თანამშრომლობა კიდევ გრძელდება. ეს არ არის რომ რაღაც ერთჯერადი რაღაცა პროექტია. ეს გრძელდება და საბოლოო ჯამში აი ამ 5 წელიწადში ჩემი ცხოვრება არათუ შეიცვალა, ამოტრიალდა. რატო დავიწყე ამაზე საუბარი, რომ მკითხე, რომ როგორ უყურებ ამ ფაქტს? იმიტომ ამოტრიალდა ჩემი გადმოსახედიდან, შეიძლება ძალიან ვუტრირებ და შეიძლება ძალიან გაღმავარ ეხლა რასაც ვამბობ, მაგრამ უბრალოდ იმ გზაზე ვდგავარ, რომელიც არის ჩემი გზა და ამ გზაზე უბრალოდ გამოდის, თორემ მე 11 წელი ხო გეუბნები, ბანკშიც ვიმუშავე და ვტკეპნე ეს ერთი ადგილი. ამ 11 წლის განმავლობაში შენ წარმოვიდგინე, რომ ჩემი პოზიცია შეიცვალა სამჯერ. როცა კი ადამიანები 6 წელში ერთხელ იცვლიან ხოლმე პოზიციას. უბრალოდ ჩემი გზა არისო. საბანკო გზა არ არის ჩემი გზა. არც ბიზნესის გზა არ არის ჩემი გზა. ჩემი გზა არის ის, რომელ გზაზე ვდგავარ დღეს. ოღონდ ეს ყველაფერი აი ამ წარსულის ამბავია, რომელთანაც ეხლა ვდგავართ და ვუყურებ და არ მაქვს სევდა. მაქვს იცი რა, მადლიერება. მიუხედავად იმისა, რომ ამ წარსულში ძალიან ბევრი სევდიანი ისტორია, უბრალოდ რატო უნდა დავძაფრო ეხა ან მსმენელი ან შენ მე არ მინდა რომ სხერპლის როლში ვიყო. მე ვდგავარ ეხლა და თავჩახრილი არ ვდგავარ გამართული წელში. და ვამბობ, რომ ხო ის ტკივილიც, რომელიც იყო, ხო ის იმედგაცრუებებიც, ის ყველაფერი ვარ მე. და ამ ყველაფერმა შემქმნა მე. და ამიტომაც ვარ მადლიერი იმ ყველაფრის, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო, რომელიც იმ მომენტში არც თუ ისე სასიამოვნო მდგომარეობა იყო. გუგა, ძალიან საინტერესო იყო წარსულზე ლაპარაკე და მე მგონია, რომ თითოეული ადამიანი ვინც ისმენს ახლა ძალიან საინტერესო ისტორიას ისმენს რა. ძალიან ბევრი თამაშ დამოკიდებული ადამიანი არის, ვისაც როგორ თქვა, თითქოს იმედი არ აქვს დარჩენილი, რომ შეიძლება რაიმე შეიცვალოს. მაგრამ სინამდვილეში თუნდაც შენი მაგალითი, თუნდაც სხვა ადამიანების მაგალითი, ვინც ჩვენ ყოლია პოდკასტში, ან თუნდაც ცენტრში რეაბილიტაცია გაუვლია, ან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სხვა ფორმით გაუვლია რეაბილიტაცია, არიან იმის ნათელი მაგალითი, რომ წარსულში ჩახედვა, ამის გააზრება, გადაფასება და სწორ გზაზე დადგომა, შენაც თქვი, რომ აი ადამიანმა უნდა იპოვოს შენი ადგილი ცხოვრებაში. ძალიან რთული არის ადამიანისთვის იქ ყოფნა და იქ ცხოვრება, სადაც მისი ადგილი არ არის. და სადაც თავის თავთან მოდის წინააღმდეგობაში და ყველასთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ წარსული გადააფასოს, გაიაზროს რა პრობლემის წინა შედგას და რა არის ამ ყველაფრიდან გამოსავალი რა. კი, ნამდვილად ეს. და ძალიან ბევრი მაგალითი არის რეალურად ამისი და თუნდაც ახლა აქ რომ ვდგავართ და აქედან რო ვიყურებით უსკრულისკენ, თუნდაც ეს მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს ჯეროდეს, რომ რეალურად გამოსავალი არსებობს რა. კიდე გიო, რატომ მინდოდა იცი, რომ აქ გვესაუბრა ჩემს წარსულზე? მე ჯიბეში მაქვს წამოღებული ეს, რომელიც სიმბოლურად უნდა რა, გადაარგოს ავარავთ. ხო, კი, მინდა, იმიტომ რომ ეს არის წარსული და მინდა რომ ამ წარსულს დაუბრუნო უბრალოდ რა, იმიტომ რომ დღეს არაფერში არ მჭირდება, ამას წინათ უბრალოდ რაღაც ძველი ტანსაცმელი რომ ნახე, ამოვარ და ეს $5 ფიშკა და ეგრეთ წოდებული არ ვიცი ქართულად რა ქვია. და მინდა რომ უბრალოდ იქ დავაბრუნო, სადაც მისი ადგილია. სადაც ეკუთვნის რომ იყოს რა. და ეს ადგილი არის წარსული და მინდა რომ შვიდად ითრინოს. ძალიან საინტერესოა.
და კიდე რატომ მინდოდა აქ მოსვლა? აქ ჩემს ბავშვობაში მე ხშირად ამოვდიოდი. და ეს არ ვიცი, ეხა ადრე იყო ნატრის ხე. ეხლა ცოტა გავს ნატრის ხეს. ანუ უფრო მეტად ნატრის ხე იყო, ვიდრე ეხლა არის და ამ ნატრის ხეზე სულ მინდოდა რაღაც ჩემეული დამეკიდა. და მინდა რომ უბრალოდ ეს სურვილი შევისრულო და მინდა მადლიერება გამოვხატო შენ მიმართ რომ მომეცი ამის შესაძლებლობა რომ ეს გავაკეთო. რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს შენთვის ნატრის ხე? იცი რა არის, ვინაიდან წარსულში ვარ, ამ წარსულში მე მინდოდა რომ დღე პირველი ყოფილიყო, ინგლისური სიტყვებით რო თქვა day one, მინდოდა ეს ყოველთვის და ის დღეს არსებობს, მაგრამ მისი დღევანდელი არსებობა ეს არ არის საბოლოო ვერსია მისი არსებობის. ეს არის უბრალოდ ეტაპი მისი განვითარების და მინდა რომ ეს განვითარება, რომელიც წინ ელოდება, აი ის იდეა მოვიდეს სისრულეში და ის უკვე აღარ ჩანს ისეთ სასწაულად დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც თავის დროზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ მიმართულებით სამოქმედოა. და მინდა რომ უბრალოდ ამ ნატრის ხეს თუ რამე ძალა აქვს, ისიც დაეხმაროს ამ პროცესს. სიმბოლური იქნება ძალიან. ხო, ეხლა დამჭირეს ყავა. აუცილებლად. რა წარწერას გააკეთებდი? Day 1. იცი არის სახელწოდებაც, იცი როგორი არის, არ მგონია ხა შემცი ხა ეს ახალი იყოს, რასაც ვამბობ, მაგრამ ანუ იდეა ხო ის არის, რომ დღეს და არა ერთ დღესაც. ქართულად ეს კარგად არ ჟღერს, უფრო ინგლისურად კარგად ჟღერს, რომ ერთ-ერთი ესეთი სლოგანია day one or one day you decide და იქ სიტყვების თამაში გამოდის და აქ არ გამოდის, რომ დაუშვათ დღე პირველი თუ ერთ დღესაც ფლად სიტყვების თამაში არ გამოდის, მაგრამ ჩვენი ასარჩევია ის ფაქტი, დღევანდელი დღე იქნება ის დღე, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ცვლილებებს თუ გადავდებთ რაღაც ორშაბათს. რომელიმე ორშაბათს. ხო. და მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან საინტერესო ნაწილი განვიხილეთ. მადლობა. და მე მინდა რომ ეხა უკვე ნელ-ნელა გადავიდეთ სხვა ლოკაციაზე და ვილაპარაკოთ აწყვაზე, ხო? დღეს სად ვართ და სად ხარ შენ? ამაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შევეხეთ, რაც არის day one-ის დღევანდელობა. შენ როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი დღეს day one-ში და მე უკვე მომავალზეც ვისაუბროთ აუცილებლად. ხო, იცი რა არის, გულსაც მივახატავ. რაცნაირად მომინდა. ეგ არის. ძალიან საინტერესო იყო გუგა წარსულზე საუბარი. მე მგონია რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვიყურებდნენ და გვისმენდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი როგორ თქვა, ისტორია მოისმინეს, საინტერესო ისტორია მოისმინეს და ძალიან ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება ჩემი აზრით ამ ისტორიიდან რა. კაი, მოდი ახლა გადავინაცვლოთ შემდეგ ლოკაციაზე და იგავაგზავნოთ მაშინ საუბარი. მე ჩემი მანქანი, შენი მანქანით. კი ბატონო. შევთანხმდით. მოდი გუგა, გავაგრძელოთ უკვე აწყვოზე საუბარი. მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დროზე. თუ კი რამეზე შეიძლება ვისაუბროთ. წარსული არის ჩვენი გამოცდილება, მომავალი არის ჩვენი რაღაცა წარმოდგენები და აწყვო არის ის რეალობა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. როგორია შენი აწყვო დღეს? როდის როგორ? არის ძირითადად მაშინ ესე კითხო, აწყვოში რამდენად გვაყოფილა ხარ? აწმყოში მაქვს დეფიციტები, რომელიც მინდა რომ რა თქმა უნდა ამისთვის არ ვაკეთებთ რაღაცებს, რომ ეგ აწმყო დეფიციტები შევცვალოთ რა. ანუ მაქვს ეს დეფიციტები და ცხადია რომ უნდა მქონდეს კიდეც ალბათ რა. ზოგადად რაღაცა ბევრნაირად ვიცი ხოლმე ლაპარაკი რაღაცეებთან დაკავშირებით და ეხლა შენ დროები ახსენე რა. აი წარსულზე შემიძლია ვთქვა რომ ის არის ჩვენი საუკეთესო მასწავლებელი
და ამავდროულად შემიძლია ვთქვა, რომ წარსული არის დრო, სადაც ყველაზე მეტი სინანულია. მაგალითად, მომავალი თითქოს პოზიტიური ტიპია თავის თავში და შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი არის ის, რომელიც ცხოვრებაც მინდა რომ დადგეს, მაგრამ ამავდროულად მომავალი არის დრო, საიდანაც მოდის შფოთი. ანუ რა არის პანიკური შეტევა, ხო? პანიკური შეტევა არის ის, რომ მე მეშინია მომავლის, იმიტომ რომ ის რაღაც არ მოხდეს, რისიც მეშინია და მე ამ რაღაცა შეთქმულების თეორიაში შევდივარ, რომ აუცილებლად ეგ უნდა მოხდეს და მე ამაზე ვკონცენტრირდები და ამის გამო მემართება ის, რაც მემართება ეგრეთ წოდებული პანიკური შეტევა, ხო? პანიკური შეტევა აუცილებლად არის მომავალში და ის არ არის წარსულში. აწმყოში რა ხდება? აწმყო არის ჩემთვის ის მდგომარეობა, როდესაც მე ხვდები, რომ ვარსებობ. აი მაგ დროს ვეხები ჩემს ყოფას. აი მაგ დროს ხვდები, რომ ცოცხალი ვარ. იმიტომ რომ წარსულში ცოცხალი ვიყავი და მომავალში ან ვიქნები ცოცხალი, ან არ ვიქნები და ეხლა ნამდვილად ცოცხალი ვარ, შემიძლია ესე ხელი მოვკიდო ჩემ თავს და თქვა, რომ აი ცოცხალი ვარ და დღეს აწმყოში ვეჯახები იმ რეალობას, რომ მე შემიძლია რაღაცეები გავაკეთო და რაღაცეების კეთება ხდება მარტო აწმყოში. აი მომავალში არაფრის კეთება არ შეიძლება. მომავალშიც როცა რაღაცას გააკეთებ, ის მომავალში გაკეთებული საქმეც აწმყოში გაკეთებული საქმეა ყველა ვარიანტში. როგორ შეადარებ აი წარსულში, როცა რაღაც აქტიური ფაზა ქონდა თამაშის და დღევანდელ დღეს მაშინ როგორ უყურებდი აწმყოს და რა განსხვავება არის მაშინდელ შეხედულებებსა და დღევანდელ შეხედულებებს შორის? მაშინ აწმყოს საერთოდ ვერ გრძნობდი, მოდი აქედან დავიწყოთ. წარსულს უყურებდი როგორც ვთქვი რა, ძირითად შემთხვევაში ის იყო სინანული და ეს სინანული მე მივხვდი, რომ არის ამავდროულად ტრიგერი. მაგალითად, თამაშთან რო გავალო პარალელი ახლა ამ შემთხვევაში, ხო? თამაში რა არის, ხო? მუდმივად ცდილობ წაგებული ფულის ამოღებას. იმიტომ რომ სინანული გაქვს იმ წარსულის მიმართ, სადაც წააგე და შენ მერე გადადიხარ მომავალში იმისთვის, რომ იქ მომავალი ისეთი იქნება, როგორც გინდა რომ იყოს, შენს ფანტაზიას როგორც მისცემ გასაქანს, ისეთი იქნება. მოიგონებ, რომ მომავალში ვიქნები რაღაცა ჩინეთის იმპერატორი და იქნები ფანტაზიებში ჩინეთის იმპერატორი, რა პრობლემაა? ვერ შეგვიძლია. ხო, ის ანეკდოტი რო არის, რომ მე ვიღაც ვარო რა, გიტლერი ვარო თუ რაღაცა და საგიჟეთში რომ მოხდება და წამოდიო იქით სტალინიც ყავსო, აინშტაინიც ყავსო, ყველას გაგაცნობთო რა, დაახლოებით ეგ ამბავიან, როგორიც მინდა ისეთი იქნება მომავალი. მაგრამ ეგ უბრალოდ ჩემს ფანტაზიებში იქნება ისეთი, როგორც მე მინდა. სინამდვილეში რა იქნება? ეს არც მე ვიცი, არც შენ იცი და არც არავინ არ იცის და თომაც არის საინტერესო მომავალი. და საბოლოო ჯამში რა არის, არასწორად უყურებდი ალბათ თამაშის პროცესში დროის საკითხებსაც და ტრიგერი იყო ჩემთვის სინანული, იმიტომ რომ როცა ფულს აგებ, შენ ეს მოცემულობა არ მოგწონს. ანუ სინანული გაქვს და მე ვცდილობ ეს არასწორი წარსული, ასე ვთქვათ, შეცვალო და როგორ უნდა შეცვალო? ახალი ფული უნდა მოიტანო, ჩარიცხო, ითამაშო, რომ თუ მოიგე სიტყვაზე ამ მოგებულით თითქოს ქრება ის ძველი წაგებული, ესეც ილუზიაა, ჩვენ თამაშის ილუზიაა თავიდან ბოლომდე, თორე ის წაგება, მაინც წაგება, უკვე მოხდა ფაქტია და ვერაფერს ვერ შეცვლი. და ახალი თამაშით იმის გადაფარო არ ხდება სინამდვილეში. ესეთი აქმა ჩემი წარსულის კიდევ უფრო მეტ ტრიგერს მატრიგერებდა. ანუ სულს მიჩენდა რომ ეთამაშა. და რა თვალსაზრისით რა, რომ აი მაინც თამაშზე არ ვსაუბრობ ახლა ამ შემთხვევაში. ვსაუბრობ რას იცი, რომ აი წავაგე, რამდენი მაქვს წაგებული ბიჭო და რა ვქნა ახლა. რომ უნდა ვიშო ფული, რომ ეს ამდენი რომ აქვს წაგებული მოვაგვარო. ან ხო შემეძლო რომ მაგალითისთვის ვამბობ რაღაცა წარმატებებისთვის მიმეღწია რაღაც კონკრეტულ საქმე სამსახური იქნება და კარიერა იქნება თუ რა და ეს არ გავაკეთე. ეს ისევ ნაცნობი განცდა ჩემთვის სინანული და მე იმისთვის რომ ეს გავინეიტრალო, აი სამაგეროთ ეხლა მე ვითამაშებ და იქ რაც უნდა მეშოვნა, ამ გზით ვიშოვი.
ანუ სულ ვარ დაბალანსების პროცესში. და ეს საბოლოო ჯამში ხო რაღაცა მოჯადოებული წრე არის საბოლოოდ და ვარ ამ წრეში. და არც გამოსვლა არ მინდა და ამიტომაც იყო რომ ცოტა ხნის წინ ის ვილაპარაკე რომ ჩემს კერის მომენტში მე უბრალოდ არ მიფიქრია გიო. აი გულწრფელად რო თქვა, არ გამიკეთები არანაირი ანალიზი. შიგნიდან წამოვიდა განცდა რომ უბრალოდ სხვა რამე უნდა აკეთო გუგა. მედი არაფერი. ეს მესიჯი შიგნიდან წამოვიდა ყოველგვარი ფსიქოანალიზის და რაღაცა გააზრებების გარეშე. უბრალოდ მოვიდა ბრძანება რომ სხვა რამე აკეთე. საიდან მოვიდა ბრძანება? არ ვიცი. წარმოგიდგენია, მაგრამ მოვიდა. ემოციებმა ხო არ მოიტანეს? არ ვიცი. იცი, ნამდვილად არ ვიცი. აი, რაღაცები არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომელზეც შემიძლია გითხრა, რომ ეს აქ არ მომდის. ეს ლაპარაკი რო გავაგრძელოთ, გუგა, მეც ასე ვუყურებ და შენ ლაპარაკიდანაც ასე გამოდის. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ნაწილი ამ სამყაროსი და არსებობს უამრავი რამ, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. უბრალოდ ვერ აღვიქვავთ და არ ვიცით საიდან მოდის. და თითქოს რაღაც პაზლი გვიჭირავს ხელში პატარა და ამით ხო ერთი ცალი და ამით გვინდა რომ თლიანი სურათი დავინახოთ და რეალურად ამის უნარი არ გაგვაჩნია. გუგა, მე მინდა კითხო ესეთი რაღაცა. ემოციებთან მიმართებაში რამდენად მნიშვნელოვანია აწმყოს გაანალიზება. აი, როგორ უყურებ შენ ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებაც ამას მეუბნება, რომ ყოველთვის უარყოფითი ემოციები მოდიოდა ჩემთვის წარსულიდან. ყოველთვის. რატო? იმიტომ რომ თამაშ დამოკიდებულ ადამიანს მუდმივად სინანული ესე ვთქვათ, თანგს, დევს. კი. და შეიძლება ძალიან კარგი რაღაცები მოხდეს შენს ცხოვრებაში და მართლა ესე ვთქვათ, ღირსშესანიშნავი მომენტები იყოს, მაგრამ ყოველთვის წონის ის სინანული და წარსულში როდესაც გაიხედები, სინანული ესე ვთქვათ, გეუფლება იმ ადამიანს, რომელიც აქტიურად არ ჩართულია ესე ვთქვათ, სათამაშო ბიზნესში. მომავალი რაღაცა იმ პერიოდში ფუჭი იმედების ესე ვთქვათ, ემოციების მომტანი არის. რატო არის მნიშვნელოვანი, რომ შენ იყო აწყვოში? რა ემოციებს აღძრავს ეგ შენში და რისთვის გჭირდება? იცი რა არის, შენ რა კითხვას დამისვი, შენ თვითონვე გაეცი ახლა პასუხი. აწმყო ეს არის ის დრო, როდესაც შენ შეგიძლია რომ იგრძნო. შენ წარსულში ვერ იგრძნობ და ვერც მოვალში ვერ იგრძნობ. ნებისმიერ მომენტში წარსულში თუ კი შენ ამბობ რომ მე წარსულში ეს ვიგრძენი, ის როცა იგრძენი ის აწმყო იყო. და მომავალშიც თუ კი რამეს იგრძნობ, მაშინ იგრძნობ, როცა ის მომავალი მოვა ჩვენამდე და გახდება აწმყო. ანუ აწმყო ეს არის შენი წამი, როდესაც შენ შეგიძლია რომ იგრძნო. სხვა დროს შენ ვერ იგრძნობ. და ეხლაც როცა იხსენებ რაღაცას რა, რაღაცა ამ კარგს ან ცუდს არ აქვს მნიშვნელობა. როცა იხსენებ მაშინ გრძნობ, ეხლა გრძნობ, უბრალოდ იმას იხსენებ და იმიტომ. ანუ საბოლოო ჯამში აწმყო ეს არის დრო, სადაც შენ შეგიძლია რომ იგრძნო, სხვა დროს ვერ იგრძნობ. აბსტრაქცია მომავალი და როგორც წესი ადამიანებისთვის სევდა არის და სინანული წარსული. ამასაც ესე უყურებთ, რომ რაღაცა ეს იცი ჩემს ცხოვრებაში რე ყოფილა. ცეცხლები. ხო, და რითი მაკვირვებ. ანუ ვის ცხოვრებაში არ ყოფილა ცეცხლები. ვიღაცა იტყვის რომ აიცი რა არის, აი ვიღაცა დიდარი ბიძიას შვილს არანაირი პრობლემა არ აქვს, ნუ რას უკაცრავად რა. არა აქვს პრობლემა, მე გეტყვი რა პრობლემა აქვს. გეტყვი იმას რომ თავარ ფუნდამენტურ ღირებულებაზე ათქმევინებს ის ოჯახი უარს. და ეს არის თავისუფლება, იმიტომ რომ ის გაწერილი ცხოვრებით ცხოვრობს, ვინ უნდა მოიყვანოს ცოლად, როგორც წესი, წინასწარ არის ცნობილი და ამას არავინ ეკითხება, ჭამს იმას, რასაც აჭმევენ და იცმევს იმას, რასაც იცმევენ. შენ უბრალოდ გვერდიდან უყურებ, რომ კარგი მანქანა ყავს, კარგი სახლი აქვს და ეს კომფორტი აქვს უბრალოდ ცხოვრებაში მოწყობილი, მაგრამ მის სულში რა ხდება? ჩემთან ვინ მოდის გამოჯამრთელებისთვის? ჩემთან ნაკლებად მოდის სოციალურად და უცვლელი, იმიტომ რომ გამოჯამრთელება გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ძირითადად მოდიან შეძლებული ოჯახის შვილები. აბა მათ სულებში ჩაიხედე რა ხდება. ხო, ყველაფერი აქვს თითქოს. და მე ლოგიკური კითხვაც ისმის ხოლმე, რა ყველაფერი რა თუნდა, რა უნდა და რა ჯანდაბა უნდა რომ თამაშობდა.
იმიტომ რომ ეგზისტენციალური კრიზისი ქონა, იმიტომ რომ ნებისმიერი მისი გადადგმული ნაბიჯი მისი არ არის. მიიყვანა ამ ყველაფერმა იქამდე რომ დაუშვათ გაიქცა. იმიტომ რომ იმდენად შეეზღუდა ეს თავისუფლება თავის ცხოვრებაში, რომ მოისურვა რომ გაიქცეს. და ეს გაქცევა უბრალოდ ამ შემთხვევაში იყო ფერადი სამყარო გემბლინგის სახით და გაიქცა. თორე სინამდვილეში მასთან რო ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო, მას ქონოდა ის აბსოლუტური კი არა საკმარისი თავისუფლება, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვილაპარაკეთ. მას ქონოდა არჩევანი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. ის არსად არ გაიქცეოდა. მაგრამ გაიქცა, ფაქტია. მე რა რო უზრუნველყოფილია და მე რა რო მაცივარს რო გამოაღებს, იქ სავსეა პროდუქტებით. ეს არ ნიშნავს, რომ ის ბედნიერია. აი, კითხვას დაგისვა, კრისტიანო რონალდო ბედნიერია? ვერ გეტყვი. ხო, არავინ არ იცის ბედნიერია თუ არა, რა ვიცი. სტერეოტიპულად ბედნიერია. ხო, ფასადურად კი ჩანს, რომ ბედნიერია, მაგრამ სინამდვილეში მის სულში რა ხდება, არც მე ვიცი, არც შენ ვიცი. და არავინ არ იცის მის გარდა. შეიძლება მისმა ფსიქოთერაპევტმაც არ იცოდეს ყველაფერი. ხო. და აი ესეთი ზედაპირული მსჯელობები, რომ აი რაღაცა რა უნდოდა სად მიდიოდა, რატო დაიწყო თამაში, ლოგიკურია რა, ანუ ყველა ვარიანტში რაღაც მიზეზი არსებობს, რატომაც დაიწყო თამაში, თორე თამაში არც ჩემთვის, არც შენთვის და არც კიდე ტრიფონასთვის არ არის ის რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი სულიერი ან ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მოთხოვნილებაც ჩამოყალიბდა, ანუ რასთან გვაქვს საქმე, ანუ რაღაც არსებობს მიზეზთა მთელი თაიგული, რამაც ვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ აი ცერათიც ვეღარ ვაჩერებთ და ვატრიალებთ. პრობლემა იმაში ხო არ არის, რომ ზოგადად საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ თამაშ დამოკიდებული ადამიანები გააზრებულად მიდიან თითქოს და იმ გზაზე, სადაც მივიდნენ და რეალურად მე მგონი, რომ არ მივდივართ გააზრებულად. რავი, მე არასდროს არ მახსენდება ჩემს ცხოვრებაში მომენტი, როდესაც მე არჩევანის წინაშე დავდექი, ვიყო თამაშ დამოკიდებული, თუ არ ვიყო თამაშ დამოკიდებული და რატომღაც მე სულელმა ავირჩიე, რომ ყოფილიყავი თამაშ დამოკიდებული. შენ აირჩიე ეგეთი არჩევანი? არა. ხო, ეგ არის. თითქოს აი გარე მხრიდან ეს ყველაფერი ხო ესე ჩანს, რომ იცი რა არის, გააზრებულად მივიდა ამ ყველაფრამდე რა. სტერეოტიპია ჩვეულებრივი რა. ანუ აი ახლა კარი რო გაიღოს და უცხოპლანეტელი რო შემოვიდეს. როგორი იქნება ეს უცხოპლანეტელი შენი აზრით? რაღაცა სტერეოტიპი რაც მაქვს. აუცილებლად ანუ ეხა უბრალოდ სტერეოტიპებზე ჩამოვარდა საუბარი, რომ ისე რომ ეკითხა, შენ დამიხასიათებდი იმ სტერეოტიპულ უცხოპლანეტელს, რომელიც ჩვენც არის ცნობილი, რომ რაღაცა ესეთი გრძელი თვალები, თხელი, გრძელი კიდურებით, მომწვანო ფერის, რავი, რაც გვინახავს ფილმებში, კომიქსებში და ასე შემდეგ. მაგრამ რატო არ უშვებთ, რომ ეგეთი საერთოდ არ იყოს ეს უცხოპლანეტელი? უბრალოდ სტერეოტიპში ვართ და მაგიტო და არ ვღლით ჩვენს გონებას ახალი რაღაცა შეხედულებების, თორე ჩვენ ყველა ვარიანტში მაგეთ წახვა. ისიც ვიღაც ადამიანი, რომელსაც ეკითხება, რომ აი მოთამაშეზე რა აზრის, ხო, ეგენი უნდა სადღაც გემში ჩასვა და უყურე ჩაძირო იტყვის, ან რა ვიცი. ეგენი ადამიანები არ არიან, იმიტომ რომ არ ფიქრობს. უბრალოდ სტერეოტიპი არის, სტერეოტიპი ძალიან კარგი საშუალებაა, რომ არ იფიქრო, იმიტომ რომ მზა რეცეპტია, რომელსაც აი ესე მიიღებ და ამას პირდაპირ იძახი. სხვათა შორის მოსაწევს ვინც ეწევა რა ძალიან მე მგონი შეთანხმდნენ ეს ადამიანები ყველა ერთად და ამბობენ ხოლმე ესეთ რაღაცას რომ აი იცი მოსაწევს ეწეოდნენ ჩვენი მეფეები რაღაცა გიორგი ბრწყინვალე დავით აღმაშენებელი ის ბიჭო რაღა ამ საკითხში ედრები ხო ჯერ შენ რა იცი ეწეოდნენ თუ არა მაგრამ კაი დავშეთ ეწეოდნენ რაღა ამ საკითხში ედრები ხო პასუხისგებლობის საკითხში შეედარე ხო ანუ 16 წლის ასაკში დავით აღმაშენებელმა სრულიად საქართველოზე აიღო პასუხისგებლობა და შენ იმაზე ვერ იღებ პასუხისგებლობას რომ რა ვიცი სახში გულწრფელად ისაუბრო პირობითად და ეს ელემენტარულ საკითხზე და შენ მოსაწევის საკითხი მოგეწონა რომ თურმე ეწეოდა და მეც მოვწევ რა ეგრევე გაправდა ყველაფერი. რამდენიმე ეგ მე მაქვს მოსმენილი, დღესაც მოვისმინე სხვათა შორის. იმდენი სიკეთე, რავი, შენ. გოგა, ერთი ასეთი კითხვა მაქვს. შენი ღირებულებები. როგორ ტრანსფორმირდა? წარსულიდან დღევანდელობაში. რა შეიცვალა? რა გახდა ფუნდამენტი?
და როგორ უყურებ, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად შენთვის ღირებულებებს? მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო ღირებულება. მე ვიტყვი რომ მე ეგ მინდოდა. ჩადებული რაც ხო, აი მინდოდა რა. მე მინდოდა რომ ყველა ადამიანს რომელსაც ვიცნობდი ქონოდათ მათ ჩემზე არჩეული წარმოდგენა. ყველას მოსაწონი უყოფილიყავი. აი მოსაწონი უნდა ვაკეთოთ ყველამ ყველაფერი. აი ზუსტად ეგ რა. რომ ყველასთვის მოსაწონი უყოფილიყავი. და ვცდილობდი რომ ეს რეალობაში მომეყვანა რა და ყველასთვის რაღაცნაირი მისაღები ტიპი ყოფილიყო. საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე რომ მაგრად დავიღალე. და მომინდა რომ ყოფილიყავი თავისუფალი, ანუ და თავისუფლებაც ნაწილობრივ ეგ არის რომ მე უბრალოდ ისე ვიცხოვრო როგორც მე მინდა და არა როგორც შენ გინდა რომ მე ვიცხოვრო. მიუხედავად იმისა რომ მე ბავშვობიდან იმას ვლაპარაკობდი და მაშინ მეგონა მე თავისუფალი რო ვიყავი, რომ იცი რა არის მე იმას გავაკეთებ რაც მე მინდა პირობითად ვამბობ და ვიღაცა რო რაღაცას მეტყვის მე შეიძლება პრინციპულად ეგ არ გამეკეთებინა და ეგ თავისუფლება მეგონა და სულ ამბობდი რომ ამსო ყველა ერთნაირი როგორ შეიძლება იყოს ეს თმები გვერდზე რატო აქვს ყველას გადავარცხნილი რაღაცებს ვლაპარაკობდი რა ჩემთვის რა და საბოლოო ჯამში მეგონა რომ ძალიან თავისუფალი ტიპი ვიყავი და საბოლოო ჯამში როგორ შეიძლება თავისუფალი ტიპი იყოს ადამიანი რომელიც არის დამოკიდებული თავის თავში კომედია რაც შეეხება კიდევ ერთხელ ჩემს აწყოს ჩემი აწყო რისგან შედგება ჩემი აწყო შედგება მაგდისგან სადაც ვატარებ ხოლმე ონლაინ სესიებს იმ ადამიანებთან, ვისაც თავმჯდამოკიდებულების პრობლემა აქვს. მე აქ პოულობ დღეს ჩემ თავს და მინდა რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს და ამის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ეს არის ჩემი აწყო დღევანდელი. და ლოკაციაც შესაბამისია, იმიტომ რომ აქ ხდება, არ ვიცი, რამდენად გზნობ აურას, იმიტომ რომ აქ მძიმე ემოციები და სასიამოვნო აურა. ხო, შეიძლება, იმიტომ რომ აქ ადამიანები მოდიან დამძიმებულები და მე ადამიანებს აქვთ განცდა რომ რაღაცა ერთი ნაბიჯი წინ წავიდნენ. აწყოში სად არის დღეს დეივანი? დეივანი იგივე დღე პირველი დღეს არის ფორმაციის პროცესში, ანუ ტრანსფორმაცია ხდება, იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეა დიჯიტალიზაციის პერიოდია, ყველაფერი ონლაინში გადადის და დღე პირველიც არის იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს მის ონლაინ სივრცეში გადასვლას. და მინდა რომ ბევრად მასობრივი იყოს და მინდა რომ ბევრ ადამიანს ჰქონდეს მასთან შეხება. დეივანი ჩემს ძალიან ახლო რამ არის და თუ კი რაიმე ისეთი ღირებული მაკავშირებს ძალიან ბევრი არის დაკავშირებული დეივანთან და მჯერა რომ ეს ეტაპი რაც ახლა დეივანი გადის და ის ტრანსფორმაცია რასაც დეივანი განიცდის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დეივანისთვის იმ ადამიანებისთვის ვინც ჩართული არიან დეივანში ზოგი ტრენერის სახით, ზოგი ბენეფიციარის სახით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა ტრანსფორმაციაც განიცადა Day 1-მა, ეს არის ჯაჭვი არის წარსულიდან დღევანდელ დღემდე, რომელიც იღურება მომავალში და აუცილებლად ვილაპარაკებთ Day 1-ის მომავალ გეგმებზე და ეს არის თითქოს რაღაც მუდმივი განვითარების ჯაჭვი არის, რომელიც არ ვიცი, მე მჯერა რომ ძალიან დიდხანს არ დასრულდება და იქნება მუდმივ ესე ვთქვათ ზრდაში რა, იმიტომ რომ Day 1-ში არიან ადამიანები, შენი ესე ვთქვათ თამადობით, რომელთაც ამის мотиваცია აქვთ, რომ Day 1-ი მუდმივად განვითარდეს და წინ წავიდეს. ხო, მესამე ნაწილი ჩვენი საუბრის უკვე მომავალს, რომელიც ეხება ლოკაციად შესაბამისია, იმიტომ რომ ჩემთვის მომავალი არის რაღაც ძალიან ფართე. იმიტომ არის ფართე, რომ წარსული არის ძალიან ვიწრო. იმიტომ რომ იქ ცვლილებები ვეღარ მოხდება, იქ უბრალოდ რაღაც ხაზია შენი ცხოვრების. აწმყო უფრო ფართეა იმ თვალსაზრისით, რაღაცა გავს რაღაცა საწურს თუ არ ვიცი კონუს თუ სამკუთხედს თუ რაღაც ეგეც, სადაც ეს წარსული არის რაღაცა ესეთი ძაფივით
და აწმყო ფართოვდება, იმიტომ რომ აქ გაქვს შესაძლებლობები, რომ რაღაცნაირად სხვანაირად გააკეთო რაღაც და მომავალი თავიდან ბოლომდე აბსტრაქციაა და ყველაზე ფართეა, რომელიც ამ დროებთან მიმართებაში და მგონია, რომ მომავლისთვის ლოკაცია, რომელიც არის შერჩეული, აბსოლუტურად ამართლებს მის კონცეფციას, იმიტომ რომ ესეთია. ბოლო კითხვას დაგისვამ მაშინ და შესავალივით იქნება რაღაც მომავლის, მაგრამ თვლი თუ არა რომ ხშირად ადამიანები წარმატებას ვერ აღწევენ, იმიტომ რომ მომავალსაც ვიწროთ ხედავენ. და იმ მომავალში, ესე ვთქვათ, საკუთარ თავს თავიდანვე იზღუდავენ და არ აძლევენ საკუთარ გონებას იმის გასახანს, რომ ესე ვთქვათ, დაინახონ რა შეიძლება იყოს მომავალში. იცი რა არის, მე მიყვარს ფეხბურთი. და რომელი თავდასხმელი არის ყველაზე კარგი თავდასხმელი? სადაოა. ანუ რომელი თავდასხმელი მაშინ ითვლება ობიექტურად ყველაზე კარგი თავდასხმელად? რომელი კი არა, როგორი? ანუ ალბათ ვინც ყველაზე გოლს გაიტანს. ცხადია. იმიტომ რომ მისი ფუნქცია ეგ არის, რომ გოლები შეყაროს. ხო? ანუ რას ნიშნავს, რომ ბევრი გოლის გატანა შეუძლია თავდასხმელს? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რეალიზაცია აქვს მაღალი, ხო? ანუ შეექმნა 10 სახიფათო მომენტი პირობითად თვალ 8 თუ გოლში გარდასახა სუპერ თავდასხმელია. კი. ხო ეგ არის. ხალხად. მოდი ესე ვთქვათ რა, კონკრეტული გუნდი ავიღოთ. მაგალითად, მადრიდის რეალი, ან ბარსელონა, ან რომელიმე გრანდი. როგორ ფიქრობ, სახიფათო მომენტები, რომელიც თავდასხმელს ექმნება ნახევარდაცვის და დაცვის დამსახურებით. ეგ თავდასხმელზეა დამოკიდებული თუ ნებისმიერ თავდასხმელს ექმნება, უბრალოდ აქ ვიღაც იყენებს და ვიღაც ვერ იყენებს. არა. რა თქმა უნდა, არა, ნებისმიერ თავდასხმელზე არ არის. ხო. თავდასხმელს უნდა მოინდომოს, ესე ვთქვათ, რომ ამ მაგრამ ისინი ხო მოტივირებულები არიან, რომ შეუქმნან. კი. ხო? რა თქმა უნდა. აი ამ ჭრილში მინდა შევხედო წარმატებას. ჩემთვის წარმატება დგება მაშინ, როდესაც შენი რეალიზება არის მაღალი. ანუ ყველა ადამიანს მეტნაკლებად რა ექმნება დაახლოებით თანაბარი შესაძლებლობები რომ წარმატებას მიაღწიოს. ისინი არიან წარმატებულები უბრალოდ რომლებსაც რეალიზაცია აქვს მაღალი. და რატომ აქვს რეალიზაცია მაღალი? იმიტომ რომ არ უშინდება, ანუ შიში არ აქვს, ანუ თulis რომ არის შესაძლებლობა, მოდი ვეცდები. იმიტომ რომ ჩვენ ხო წარმატებას ეგრე ვუყურებთ, რომ აი ვიღაცა ბილ გეიტსი არის წარმატებული ადამიანი, ანუ ვიღაცა რა ვიცი, რომელიმე ელონ მასკი. ჩვენ არ ვიცით ბილ გეიტსის წარმატებამდე რამდენი წარუმატებლობა იყო. ჩვენ არ ვიცით ნებისმიერი წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში წარმატებამდე რამდენი წარუმატებლობა იყო. უბრალოდ ბევრჯერ ცადა და სადღაც გაისროლდა. ფეხბურთისგან განსხვავებით აქ ერთი გოლიც საკმარისია. ხშირად. იმიტომ რომ ფეხბურთელმა ბევრი გოლი უნდა გაიტანოს, რომ მაგარი თავდასხმელი იყოს და დაამტკიცოს. ბევრჯერ უნდა გაიტანოს გოლი და წარმატებულმა ადამიანმა შეიძლება ერთხელ გაიტანოს გოლი და ეს საკმარისი აღმოჩნდეს მთელი ცხოვრების წარმატება ეგ იყოს მისი. და უბრალოდ ერთი გოლია საჭირო და ეს ერთი გოლი რო გაიტანო, უბრალოდ რომელი შესაძლებლობებიც გექმნება ცხოვრებაში, ისინი უნდა გამოიყენო და არ უნდა დააბრალო ხანდახან სიზარმაცეს, რო იცი რა არის მეზარება კიდე თავის თავში არ მინდა სინამდვილეში და თუ არ გინდა წარმატება, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ან დაუშვათ გუშინ დავლიე თავი მისკდება და ეხლა რა ადგება. იცი რა არის პასუხისგებლობაც საჭიროა რა, ხვალ თუ საქმე გაქვს და რაღაცა გასაკეთებელი, ნუ გასკდები სასმელში, ნუ ჩაიძირები, იმიტომ რომ ხვალ საქმე გაქვს. გასაკეთებელი. ან მაგალითად დაბალი თვით შეფასება, როდესაც მე ვამბობ, ვიცი ეს არ გამომივა და ცადე, თქმა გამოგდის. ანუ საბოლოო ჯამში ის არის წარმატებული, რომელსაც აქვს ის ჟინი, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ცხოვრებაში ექმნება, უბრალოდ ცადოს. ანუ რაც მეტს ცდი, მით მეტია შანსი რომ გამოიყენო. კი, ერთ-ერთი მაინც რაღაცნაირად წარმატება დაქციო. გოგა, ძალიან საინტერესო იყო აწღოზე საუბარი და კიდევ უფრო საინტერესო მგონია იქნება მომავალზე რო კონცენტრირდეთ ახლა უფრო. ორ კითხვას დაგისმა. პირველი,
შენ პირადად საკუთარ თავს როგორ ხედავ მომავალში და როგორ გესახება დეივანი მომავალში. ახე ადამიანს აქვს 4 ძირითადი კატალიზატორი, მოდი ესე ვიტყვი, ან თუ გინდა ფლანგი დავარქვათ, თუ გინდა მხარე დავარქვათ, რომელთა მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი ღრმარწმენით იქმნება შენი ბედნიერების კოეფიციენტი. მოდი ცოტა უფრო მარტივად ვიტყვი, იმიტომ რომ მე თვითონ ჩავხართ ეხა ეს წინადადება. რას გულისხმობ, იცი? ადამიანს სინამდვილეში არ აქვს ბევრი ნაწილი ცხოვრების, სადაც ყველაფერი თუ რიგზეა, მერე საბოლოო ჯამში მოდის კმაყოფილება და ბედნიერება. რაღაც ეტაპი ჩემი ცხოვრების მეგონა რომ ეიფორია იყო ბედნიერება და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ის არის ეიფორია და ბედნიერება არის ტვინის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი კარგად არის შენ ცხოვრებაში და ბედნიერი იღვიძებ. აი მაგალითად იღვიძებ დილით რაღაცა მზე რომ ანათებს ეგეც გიხარია, მანქანაში რო ჯდები და სადღაც მიემგზავრები ეგეც გიხარია და აი ყველაფერი პოზიტიურად არის. აი ჩემ აღქმაში ეგ არის ზუსტად ბედნიერება. და 4 ძირითადი ფლანგია ამ მიმართულებით. ერთი არის შენი ჯანმრთელობის ნაწილი, რომელიც თუ არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნუ ყველაფერს ძალა ეკარგება და ხალისი. მეორე ეს არის ურთიერთობების ნაწილი, ამას გულისხმობ როგორც პირად ცხოვრებას, ისე ურთიერთობას დაუშვით მეგობრებთან და ზოგადად ურთიერთობები სოციუმთან. მანდ რა ხდება, როგორ მიდის მდგომარეობა, როგორია შენი მდგომარეობა ამ მიმართულებით. მესამე ეს არის ფინანსური ნაწილი. რო დაუშვათ ფინანსებში რა ხდება. და მეოთხე ეს არის შემოქმედება. ანუ შემოქმედება რამდენად არის შენ ცხოვრებაში, რომ დაუშვათ შენ რამდენად განცდა, რომ შემოქმედება არსებობს შენ ცხოვრებაში და შემოქმედებით წვაში ხარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მხატვარი უნდა იყოს და მომღერალი ან რაღაცა მსგავსი ხელოვნების წარმომადგენელი. ამ ხელოვნებას არ გულისხმობ. ჩემთვის მაგალითად შემოქმედება არის დეივანი. იმიტომ რომ მანდ მე აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ვავლენ საკუთარ თავს. დღე პირველი დეივანი ეს არის ჩემი შემოქმედების სარბიელი. სულიერი განვითარების ნაწილზე არა მარტო იცი, მანდ ჩემ თავს ხედავ რა თვალსაზრისი, რომ მე მაქვს შესაძლებლობა გარკვეულწილად, რაც არ უნდა ამბიციურად ჟღერდეს, უკვდავება მივიღო, იმიტომ რომ შევქმნა რაღაც, რომელიც კვალს დატოვებს სხვა ადამიანების ცხოვრებაში და აი ამაში ვხედავ მე ჩემს შემოქმედებას და ამავდროულად უკვდავებას. ეგ რამდენად მნიშვნელოვანია შენ? აუ, ეგ არის ალბათ ცენტრალურია რა. ანუ იცი რა, ყველაფერს თავის წონა აქვს, მაგრამ ჩემი წონა, რომელიც შემოქმედებაზე მოდის, ეს არის ძალიან დიდი. მე არ ვამბობ, რომ სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა, მაგრამ თუ შემოქმედება არ არის ჩემს ცხოვრებაში, სხვა დანარჩენს როგორ თქვა, გემოეკარგება. და ეს 4-ვე ფლანგი ადამიანის, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, არ არის განცალკევებული ფლანგები რა, ეს არის რეალურად ერთმანეთში მდგომიარე ფლანგები, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთმანეთს კვებავენ, აძლიერებენ და ერთის პრობლემა გადადის სხვა ნაწილის პრობლემაში. მარტივი მაგალითი რო ვთქვათ რა, შენ თუ ეგზისტენციალური კრიზისი გაქვს, მაგალითად მენტალური ნაწილება, მაგალითად შენთვის მნიშვნელოვანი არის რომ იყოს შემოქმედება, არსებობდა შენ ცხოვრებაში და არ არის ეს შემოქმედება. ეს მენტალური პრობლემა შეიძლება თავისუფლად დაკონვერტირდეს შენი ჯანმრთელობის პრობლემაში. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ ფსიქოსომატიკა არსებობს და ფსიქოსომატიკა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ მე მენტალური პრობლემა გადამაქვს უკვე ფიზიოლოგიურ პრობლემაში და რავი, შეიძლება წელი ამტკივდეს, შეიძლება თავი ამტკივდეს და ყველა ჯვარი წერია, შეიძლება უფრო მძიმე რამეს დამემართოს. ნამდვილად ესეა. და მომავალი, რომელიც ჩემთვის არის დაკავშირებული აი ამასთან, Day1-თან, აპლიკაციასთან, რომელიც არის მასაზე გათვლილი, იმიტომ რომ დღეს თერაპიული პროცესი და გამოჯანმრთელების პროცესი ეს მე მგონია, რომ ფუფუნების ნაწილია. განსაკუთრებით საქართველოში. საქართველოშიც და ისედაც რა, ანუ ფუფუნების დეფინიციაც ჩემთვის ესეთია, რომ ფუფუნება არის ის რის გარეშეც ცხოვრება შეიძლება. ანუ მე შეიძლება ვიცხოვრო თერაპიის გარეშეც.
მე შემიძლია სტომატოლოგიური ჩარევის გარეშეც ვიცხოვრო, უბრალოდ ჩემი ცხოვრების ხარისხი არ იქნება კარგი და მაღალი. ამიტომ შესაძლებელი თუ არის ცხოვრება და ამ შემთხვევაში ფუფუნება არის ის, რის გარეშეც შესაძლებელია ცხოვრება და არსებობა, მაგრამ ის ფუფუნების ნაწილი, როცა არსებობს შენ ცხოვრებაში, ის უკვე შენი ცხოვრების ხარისხს სხვა სიმაღლეზე აყავს და საბოლოო ჯამში შენი ცხოვრება იქმნება უფრო მაღალ ხარისხში, ვიდრე ამ ფუფუნების გარეშე. Day One-ის აპლიკაცია, რომელზეც დღეს ვმუშაობ, ეს არ დაწყებულა დღეს, ეს დაიწყო 5 წლის წინ. უბრალოდ მან თემა იყო ის, რომ მე შევეჯახე ერთ როგორ თქვა, წინაღობას, რომელსაც წლები ვერ ვწყვიტავდი, როგორ უნდა გამეკეთებინა და ეს წინაღობა არის ის, რომ მე მქონდა იმ დროინდელი წარმოდგენით ესე Day One დანახული, რომ ამ აპლიკაციაში უნდა ყოფილიყო როგორც ბენეფიციარი ის ადამიანი, ვისაც ჭირდება დახმარება და ამავდროულად თერაპევტი, რომელიც დაეხმარებოდა ამ ადამიანს გამოჯანმრთელებაში და მივხვდი, რომ ამ თერაპევტების რაოდენობა იმდენად დიდი იქნებოდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა პასუხისმგებლობის აღება ჩემთვის, როგორც Day One-ისთვის, მათი მუშაობის ხარისხთან დაკავშირებით. ეხლა თერაპევტი ჩანაცვლებული არის თანამედროვე ტექნოლოგიით. ანუ მასშტაბურობა შეიძინა რეალურად Day One-მა და ეგ არის მთავარი აზრი ამ ყველაფერს. და ზუსტად მე სულ თავში იმ სიუჟეტს, რომელშიც წარსულზე ვლაპარაკობდი, მან თქვი, რომ მე ვიყავი კონფერენციაზე მიწვეული ლონდონში და ზუსტად ამ კონცეფციის პრეზენტაციაც მქონდა გარკვეულწილად იქ და ამ ყველაფერმა გარდა იმისა, რომ ჩემი მოწონება დაიმსახურა, მათი მოწონებაც რომ დაიმსახურა, ეს ჩემთვის პირდაპირ სიგნალია იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. მე მინდა შევქმნა ინსტრუმენტი აპლიკაციის სახით, რომელიც იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი და ეს აპლიკაცია დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურვილი ექნება, რომ მიიღოს ეს დახმარება და გამოჯანმრთელდეს თამაშდამოკიდებულების პრობლემიდან. და მგონია, რომ ეგ არის ზუსტად ჩემი მონაწილეობა სამყაროში. აი, ეს არის ჩემი როლი. და ამ როლის გარეშე მე უბრალოდ ცარიელი ვხდები. ანუ ვერ ვხდები მაშინ რისთვის ვარ. ანუ რეალურად შენი მიზანი გუგა, მე როგორც მივხვდი, არის რომ აპლიკაციის მეშვეობით და ის რაც შეიქმნება, შენ რაღაც წარუშველი კვალი დატოვო მომავალში, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან თამაშდამოკიდებულები, ან თანადამოკიდებულები, ან უბრალოდ მათი მხარდაჭერები. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით ჩვენ, რომ არა მარტო საქართველოში და ზოგადად მსოფლიოშიც ძალიან დიდი მასშტაბის პრობლემა არის ეს, თუნდაც რეაბილიტაციის ცენტრები, რაც შენ ახსენე, ძალიან ძვირად ღირებული, მოდი ეს ვთქვათ, სიამოვნება არის და ძალიან ცოტა არის იდეაში. ნაკლები კონტროლი არის თუ ვინ რა მეთოდიკით და როგორ ესე ვთქვათ ემუშავება ბენეფიციარებს და მაშინ დაგისვავ ესეთ კითხვას. რა არის ის განმასხვავებელი, რაც ექნება Day One-ის აპლიკაციას, რატომაც ბენეფიციარებისთვის ეს უნდა იყოს საინტერესო და ამავდროულად მართლა ცხოვრების შემცვლელი, ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაცა უბრალოდ ბიზნესზე რა, ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ როგორ თქვა, ქმედებებზე და ისეთი ტიპის თერაპიაზე, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს ადამიანის ესე ვთქვათ ცხოვრებას. რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, როგორი იქნება მისი აზროვნება, რა იქნება მისი ღირებულებები, რა ენდომება მომავალში, ესე ვთქვათ. რა არის ისეთი, რაც განასხვავებს ეს მაგალითად სხვა თუნდაც აპლიკაციებისგან იქნება ეს თუ სარეაბილიტაციო ცენტრებისგან. ანუ მეკითხები რა არის მისი უნიკალურობა? უნიკალურობა არის ზუსტად ამ მიდგომაში, რომ არ გჭირდება ადამიანი იმისთვის, რომ გამოჯანმრთელდე, ამას შენ ნაცვლად გააკეთებს სპეციალურად დამუშავებული სავარჯიშოები, AI და ვიდეო კონტენტი, რომელიც იქნება ინტეგრირებული ამ აპლიკაციაში და იცი რა არის იმ დაშვებაში, რა თქმა უნდა, ვარ, რომ ეს ვერ იქნება ისეთი ეფექტიანი,
როგორც შეიძლება იყოს ფიზიკური სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრა. თუნდაც იგივე Day 1-ის სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრა უფრო ეფექტიანი იქნება გამოჯამრთელების მიმართულებით, ვიდრე აპლიკაცია ეს 2x2-4-ია. მაგრამ თუ კი შევხედავთ ამ საკითხს მასშტაბურობის თვალსაზრისით, Day 1-ს არ აქვს რესურსი და არც ერთ სარეაბილიტაციო ცენტრს არ აქვს იმის რესურსი, რომ პირობითად ვამბობ 1000 ადამიანს ემუშაოს. 1000-ზე არ არის საუბარი, 200 ადამიანს ერთდროულად ვერ ემუშაოს. და საქართველოში სადღაც 300,000 თამაშდამოკიდებულია და ამ 300,000 თამაშდამოკიდებულიდან 200 და 100 ადამიანი და თუნდაც 50 ადამიანი წელიწადში, რომელიც არის ნებისმიერი ქართული სარეაბილიტაციო ცენტრის შესაძლებლობის მაქსიმუმი, ეს არის ზღვაშტვეთი. და პლუს ამას ართულებს თვითონ ის პროცესი, რომ ეს საკმაოდ ძვირია. არ არის ეს ნებისმიერი ქართველი მოქალაქისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. და Day 1 იძლევა მასშტაბურობიდან გამომდინარე იმის შესაძლებლობა, რომ ეს სერვისი გააიაფო და თითქმის ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. აი ეს არის უნიკალურობა, რომ შენ სახლიდან გაუსვლელად მხოლოდ სურვილი და საბაზისო ინტელექტუალური რესურსი გჭირდება იმისთვის, რომ გამოჯამრთელდე და ეს ინსტრუმენტი რეალურად სამყაროს აკლია დღეს. და რეალურად მე რო ვხედავ ამ საქმეში საკუთარ როლს, ეს არის ის საწვავი, რომელიც მე ყოველ დღე მაძლევს იმ мотивაციას და სტიმულს, რომ ავდგე, ვიყო ძლიერი, ვიყო უფრო მეტად შემოქმედებითი და ვიყო ის, როგორიც ვარ. და ეს არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ალბათ მიმიყვანა მაგალითისთვის ვამბობ, შორს რო არ წავიდე იგივე ლონდონში. იგივე ის ყველა ნაბიჯი გადამადგმევინა, რომელიც გადავდგი და ხანდახან მავიწყდება ხოლმე რა ნაბიჯები გადავდგი და მე როცა თავს უყრი ამ ნაბიჯებს, მე რო ხვდები, რომ საკმაოდ დიდი შრომა მაქვს ჩადებული ამ მიმართულებით. უბრალოდ მე ხანდახან თვითონ ვაუფასურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მგონია, რომ ეს არის ჩემი საქმე და ხო, ეგრეც უნდა იყოს. აი, მადლიერებას ვკარგავ ხოლმე ხანდახან. და რეალურად როცა ვიაზრებ ამ ყველაფერს ესე რომ ჩავხედავ ამას, რომ აი ნახე რეები მაგ გაკეთებული. მე რა თქმა უნდა მოდის გარკვეული მადლიერებაც, გარკვეული სიამაყეც, გარკვეული რაღაცა ის შემოქმედებითი კმაყოფილება, რომელიც ამ პროცესს თანსდევს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, სადაც მე ჩემი თავი ვიპოვე თავიდან ბოლომდე და ვერ ჩამინაცვლებს ამ პროცესს ვერაფერი. შენ ჩემზე კარგად იცი, თუ რაოდენ კრიტიკული პრობლემაა თამაშდამოკიდებულება, არა მარტო ამ ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში. და ეს არ არის რაღაც ერთეული სარეაბილიტაციო ცენტრების, ესე ვთქვათ, მოსაგვარებელი, ბრჭყალებში ვიტყვი, და შესაცვლელი. შენ როგორ უყურებ Day 1-ს ამ ნაწილში, რომ რა შეიძლება Day 1-მა გააკეთოს ისეთი, რომ თუნდაც ცნობიერების ამაღლების მიმართულებით იმუშაოს, ან თუნდაც პრევენციული მეთოდების მიმართულებით რაღაც თავისი პოზიციები ქონდეს, სად უყურებ Day 1-ს ამ ყველაფერში? Day 1-ი არის, მოდი ესე ვიტყვი, მონეტის ერთი მხარე და აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი, ეს არის მედლის მეორე მხარე. ეს ორი ფლანგი ძალიან აუსებს ერთმანეთს და ერთი იკვლევს, მეორე ამ კვლევის შედეგებზე მუშაობს სწორად ბენეფიციართან. პლუს ამას, რაც შეეხება დარეგულირებას, არაერთხელ მithქვამს და ეხაც ვამბობ, რომ პასუხისგებლობა რა. ანუ პასუხისგებლობა არის ის, რომელიც დღეს ამ პრობლემას აზრდის, იმიტომ რომ არავინ არ არის პასუხისგებელი ამ პრობლემის მოგვარებაზე. ყველას ნაწილობრივ სადღაც ოდნავ რაღაც კუთხით ყველას ეხება ეს პრობლემა. მაგრამ არავინ არ იღებს სრულად პასუხისგებლობას. დასავლეთი იძახის და მეც აბსოლუტურად ვეთანხმებ, რომ გამოსავალი ოღონდ ხანგრძლივ პროცესში გამოსავალი ეს არ იქნება, რომ უცებ ხვალიდან ყველაფერი დარეგულირდეს. ეს არის მარეგულირებელი ორგანო. და Day 1-ი ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, რომ მიიღებდა სიამოვნებით მონაწილეობას ამის შესაძლებლობა რო იყოს, თუნდაც იგივე სარეაბილიტაციო მიმართულების დარეგულირებით, თუნდაც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, ოღონდ მთავარია, რომ არსებობდეს ასეთი პასუხისმგებელი
ორგანო და სამწუხაროდ ვერც ერთი სამინისტრო სინამდვილეში ვერ აიღებს საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ეს საკითხი მათთვის არის ერთ-ერთი საკითხი სხვა საკითხებთან ერთად. და ზუსტად ეს ქმნის იმ კოლაპსს, რომელიც არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ არ მოგქონდეს ეს წარმოდგენა, რომ ეს არის მარტო ქართული პრობლემა. მე გეტყვი რა არის ქართული გამოგონება ამ მიმართულებით. ანუ მე როცა მქონდა საუბარი უცხოელ კოლეგებთან, შოკში ჩავარდნენ იმ თვალსაზრისით, რომ როცა გაიგეს ხელზე თამაშის ფენომენი. და ანუ მათთვის ეს იყო რომ რაღაცა ეგ როგორ მოიფიქრეთ და ნუ მეთქი ქართული გონება ცოტა კრეატიულია და მოვიფიქრეთ ეგრეთ წოდებული პოსლეზე თამაში ჩვენი სპორტია ვიცით და სტატისტიკას რო გადახედოთ თუნდაც რავი ძალიან დიდი მასშტაბია ხელზე თამაშის განსაკუთრებით რეგიონში ეს არის ძალიან დიდი მასშტაბით რაც ხდება და ნუ ეს კატასტროფაა რეალურად რა უნდა გაკეთდეს, აი ეგ არის ცალკე პოდკასტის თემა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მან იმდენი რამეა, რაც უნდა გაკეთდეს და არ კეთდება, რომ აი 5 წუთში და 10 წუთში ამის ჩატევა ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ შემოვიფარგლებია ესეთი ზოგადი პასუხით, რომ მარეგულირებელი ორგანო, რომელიც აიღებს ამ საკითხზე პასუხისმგებლობას, რომელიც იქნება დაკომპლექტებული იმ კადრებით, რომელსაც საკითხი ესმით, აი ეს არის გამოსავალი. გოგა, ძალიან საინტერესო იყო Day One-ის მომავალზე ლაპარაკი ჩემთვის, იმიტომ რომ მე გულწრფელად მჯერა ერთი რამის, რომ არსებობს მოთხოვნა და თან საკმაოდ მაღალი მოთხოვნა სარეაბილიტაციო ცენტრების, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ერთის მხრივ სასწორის ერთ მხარეს დევს სათამაშო ბიზნესი, რომელიც მუდმივად იზრდება და კოვიდის პერიოდში, არ ვიცი, რაღაც წარმოუდგენელ, ესე ვთქვათ, ზრდას მიაღწია და შემდგომაც განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ესე ვთქვათ, სათამაშო ბიზნესი გახდა ონლაინ და ციფრული და მეორე მხარეს არის უზარმაზარი რაოდენობა ადამიანების, რომელიც არიან თამაშდამოკიდებულნი. და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება, ანუ რაც უფრო მეტად იზრდება, ესე ვთქვათ, შემოსავალი და ბრუნვა სათამაშო ბიზნესის, ეს აპრიორი ნიშნავს გაზრდილ თამაშდამოკიდებულ ადამიანებს. შესაბამისად, მხოლოდ ბრუნვის სტატისტიკა, თუნდაც საქართველოს რომ ავიღოთ, ძალიან ნათლად ცხადყოფს იმას, რომ კი, საკმაოდ მწვავე პრობლემაა, საკმაოდ რეალური პრობლემა არის და ეს საბოლოო ჯამში აისახება არა მხოლოდ ფსიქიკაზე, ცოტა უფრო დიდი მასშტაბით რო შევხედოთ, ქვეყნის მასშტაბით რო შევხედოთ, ეს აისახება ეკონომიკაზე. იმიტომ რომ ეს ადამიანები არ ქმნიან, მოდი ეს ვთქვათ, სახელმწიფო დოულადს. და აბსოლუტურად სათანადოდ ვერ ქმნიან მინიმუმ. ხო, მინიმუმ ვერ ქმნიან და მათი რესურსი, ადამიანური რესურსი რაც არის და არავის არ ეგონოს რომ იმიტომ რომ თამაშდამოკიდებულია, მათ არ გააჩნიათ შესაბამისი რესურსები. უბრალოდ ცდება. ცდება ისეთ რაღაცაში, რაც მათთვისაც დამაზიანებელი არის და დიდ ჭრილში ხო, ნუ შესაბამისად სახელმწიფოსთვისაც ესე ვთქვათ, არ არის ეს არაფერი კარგის მომტანი და ამ ყველაფრის ფონზე ბოლო წლების განმავლობაში მჯერა რომ შედარებით ესე ვთქვათ არაპოპულარულიდან რეაბილიტაცია გადმოვიდა ნაკლებად პოპულარულ ესე ვთქვათ მოქმედებაში, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა რეაბილიტაცია არაპოპულარულ საქმიანობად ითვლებოდა. ნუ ხო, ფსიქოლოგთან რომ მიდიხარ, ანუ ვინმე ადამიანთან, რომელმაც შენს ფსიქიკაზე უნდა რაღაცები აკეთოს, ეს ნიშნავდა, რომ შენ გიჟი ხარ. ხო, ჩვენი მენტალიტეტის ესე ვთქვათ შემადგენელი ნაწილი არის, ნელ-ნელა აღარ არის ისეთი არაპოპულარული, როგორც ადრე იყო და მე მჯერა რომ Day One-ს ძალიან დიდი მომავალი აქვს წინ. წარმატებებს გისურვებ, წარმატებებს უსურვებ Day One-ს და მგონია რომ დღეს ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა და ძალიან კმაყოფილი იქნებიან ის ადამიანები, ვინც გვიყურებენ. კი, ანუ კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ წამყვანის ამპლუაში იყავი და თან ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად კარგად გამოგივიდა რა. წარმატებები.